კოლუმბიელი, ესპანელი, მაროკოელი სუპერვარსკვლავი იამინ იამალი საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას გამოტოვებს. აღნიშნული ფეხბურთელი ტრანსფერებულია და საქართველოსთან რიგით მეორე შეხვედრას ტოვებს. Այդ ყველაფრის მიუხედავად, როდემდე უნდა ითამაშოს ამ ქვეყნის ნაკრებმა უმაღლესი დონის ფეხბურთი, ეს კაცმა არ იცის. როდის ჩაუვარდება კოზი ნაცარში ესპანეთის ნაკრებს, ვერ ივარაუდებ რა. არ ვიცი რა ტაქტიკას უნდა მიმართო ამ ნაკრებთან, რომ ეს შეხვედრა დადებითი შედეგით დაასრულო. აი რას ფიქრო პროფესორო, შეგიძლია გამანდო? მე ჩემი მოკლე ტვინით ვერ ვახერხებ ამ ყველაფერს. აი ვაგებთ ამ შეხვედრას, დაუშვათ, კაი არ მინდა უარყოფით შედეგზე ფიქრი, წავაგეთ ეს შეხვედრა და ვის უნდა დავაბრალოთ, რას უნდა დავაბრალოთ, აი ცუდი ტაქტიკით ვითამაშეთ, მწვრთნელმა ვერ გათვალა, სწორად ვერ დააყენა შემადგენლობა, ფეხბურთელებს мотиваცია ვერ მისცა. აი სავარაუდო ფრაზები მატჩის უარყოფითი შედეგით დასრულების შემთხვევაში. რას ვამბობთ? სანიოლი წადი, სანიოლი რესურსი ამოწურე და დანარჩენი მოდი თქვენ გააგრძელეთ. ერთს მე დავამატებ, რომ აი ძალიან დიდი მადლობა ვილი, ძალიან კარგი იყავი, ძალიან კარგი პერიოდი შევქმენით შენთან ერთად, უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის, სასიამოვნო დღეების გატარებისთვის, მაგრამ ახლა ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. სავარაუდოდ ეს ფრაზები გაიჟღერებს. აი სწორად გამომყევით, მე არ ვცდილობ რომ რომელიმე მწვრთნელს ლამაზი დერეფანი გავუკეთო. აი უბრალოდ რას მიგანიშნებ, იცი? აი ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში ნუ მოინდომებ პროფესორობას და ნუ გაშლი ამ თემას. აი კარგად ხო ვიცი შენი პროფესორობის ამბავი. დახაზავ ახლა ამ მოედანს მარკერით, ფოტოშოპით, ის იქ უნდა მდგარიყო, ის აქ უნდა მდგარიყო. მატჩის ეგრეთ წოდებული ანალიზი. ბავშვებო, 2 წამი ჩაუწიეთ. კი. აი რა ჩემი ჭუჭუ უნდა გაიგო ამ კონკრეტული შეხვედრიდან. აუწიეთ. აი რა სითხო? რა გინდა რომ გავაკეთოთ? მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ, შეხვედრა მოვიგოთ, თუ რა გავაკეთოთ? აი ბულგარეთთან თუ გავასხავთ, მერე გადმოშალე ეს წიგნი და პროფესორე გიშლის ვინმე? აი ესპანეთის ნაკრებთან რო ითხოვ მატჩის ანალიზს და თან რეაგირებას, რომ ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, აი არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს. აი მივედით ამ ნაკრების დონემდე, ან ფეხბურთელების სათამაშო კლასში, ან ეროვნულ ჩემპიონატში. კი ბატონო, მე თქვენზე მეტად მიყვარს ხვიჩა კვარაცხელია, მამარდაშვილი და დანარჩენი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ აი ამ ნაკრებს ვჯობი ვართ? არა, ვჯობი ვართ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. არ უყურებ ფეხბურთს? თუ მე ბოლოს ანგარიშებს უყურებ. არა, გეუბნები ძმაო, კუნდე უფრო გათხოვდება, ვიდრე შენ ამ ყველაფერს გაიგებ. მეტი ზღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდი. სულ მალე გათამაშებაც